კითხვა არის დაძაბულობა, პასუხი არის შვება. აბა შეიძლება ღამე არ დაგეძინოს დურაკული კითხვის გამო, აი სულელური კითხვა გაქვთ, რა ვიცი, ხალხო, რა ჩავიცო ხვალ. და არ გეძინებ. სანამ პასუხი არ არის გაცემული. ახლა ნახე რა არის. ვიდეოები ტელეფონზე, განსაკუთრებით TikTok-ის და short ისე მოკლეები რო. ნახე დავუშვათ კატა. გამწდა კითხვა რას იზავს. ჩამოხტა და გაქრა. ანუ პასუხი იქვეა 20 წამში. რა ნახე რა არის. დაძაბულობა შვება. ტვინი ეჩვევა მარტივი დოფამინის მიღებას. და ეს დოზა ჭირდება. ამიტომ ახალგაზრდა წიგს ვერ კითხულობს და როგორ კითხულობა გითხრა? პირველი გვერდი ხო წაიკითხა. მერე ბოლოს კითხულობს, რომ მოკვდა. ანუ პროცესი ის, სადაც ემოციური გამოცდილებები უნდა მიიღო, იმიტომ რომ რაღაცა პერსონაჟს მიყვები, ხო? და რატოა წიგნი კაი, შენ გაცილებით ადრე ემოციურ გამოცდილებას გადიხარ სხვის მაგალითზე, თორე ეგრე შეიძლება, ხო? ამიტომ ამას ვერ მეცაც გეტყვი. აბა დააკვირდით, ფილმებს გადახვევით უყურებ. მე ფილმი გახადეს ინფორმაციული ღირებულები, ინფორმაცია რა, ფილმი. ფილმზე დავჯექით ხატვი და ვახვევთ.